ჩვენ შარშან ქონდა ასეთივე შეხვედრა, სადაც საუბრობდით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე, ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ ერთი წლის თავზე ყველა მიმართულებით ჩვენ ვინარჩუნებთ როგორც სტაბილურობას, ისე თანმიმდევრულ წინსვლას და განვითარებას. გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, როგორც მოგეხსენებათ, საშუალო წლიური ზრდამ შეადგინა 9.4% 2021-24 წლებში, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში, ქართულ რეგიონში და მოხარული ვართ, რომ წელსაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. იანვარ-ივლისის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%. რაც ასევე არის ნომერ პირველი მაჩვენებელი კონტინენტზე. ბიზნესის მხრიდან იყო დასმული კონკრეტული საკითხები, კონკრეტული კითხვები იმ თემებთან დაკავშირებით, რაც სეგმენტურად აწუხებს ამა თუ იმ ბიზნესს. ბოლოდინებთან და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესის და ეკონომიკის კუთხით განწყობები ყველაზე კარგად ასახულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებულ ტრადიციულ ინდექსში, რომელიც გახლავთ ყოველკვარტალური, იყო მიმოხილვა საკმაოდ დეტალური პირველი კვარტლის, მეორე კვარტლის, მესამე კვარტლის და ასევე იქ არის პროგნოზები მეოთხე კვარტალთან დაკავშირებით. ყველა ციფრი ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ვითარება არის სტაბილური და ბიზნესს აქვს დადებითი არა მხოლოდ არსებული სტატუს-კვოს განწყობა, არამედ დადებითი მოლოდინი მომავალი განვითარების კუთხით. მე საზოგადოებას გავაცანით გალტენთაგარტის ხედვა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით, ანუ როგორც მოგეხსენებათ, მუდმივად აქტუალურია კითხვა, რომ ეს მაღალი ტემპები, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის, რამდენად მდგრადია და რამდენად შენარჩუნდება მომავალში. და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ გავეცით კითხვებს პასუხი, თუ რა იწვევს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, რა არის ზრდის ძირითადი წარმმართველი ფაქტორები და ასევე ამ კონტექსტში განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალ წლებშიც ეს მაღალი ზრდის ტემპები გაგრძელდეს.